საქართველოს როგორც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ბათუმში ფორუმს 40 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. დღეს გამოსვლები ჰქონდათ პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრს. ღონისძიებას საქართველოში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ვენეციის კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობა და დეპუტატები დაესწრნენ. ქართული საზოგადოება მართლაც მაშინ გახდება სამართლის უზენაესი საზოგადოება, როდესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება კონსტიტუციის ირგვლივ, კონსტიტუციის შინაარსში ჩაღრმავების და ჩაწვდომის შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ იურისტებს, არამედ მთელ ფართო სპექტრს ჩვენი საზოგადოების. ის დასკვნები, რომელიც იქნება მიღებული თქვენს მიერ, არის უმნიშვნელოვანესი, რადგან აქტიური საკონსტიტუციო ცხოვრება, რომლის შემადგენელი ნაწილი არის საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა გახდეს და გახდება კიდევაც ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური და სოციალური დისკუსიების ნაწილი. როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს მე შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული რეფორმის მიმართულების მიზანი, რომელშიც ჩართულია ჩვენი მთავრობა, არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანის უფლებების კულტურის დანერგვას და ადამიანის უფლებების დაცვას. კონსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცება ამ ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომ ჩვენი საკანონმდებლო რეფორმა ძირითადად ყურადღებას ამახვილებს სასამართლო მიმართულებაზე. საქართველომ ახლახანს მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და ფაქტობრივად იგი იზიარებს და ხელმომწერია ევროპის ადამიანის უფლებათა ქარტიისა. ლუქსემბურგის სასამართლომ ამასთან დაკავშირებით განავითარა ძალიან ძლიერი ცვლილება იმის თაობაზე, რომ ევროკანონები უნდა იყოს ავტომატურად და ავტონომიურად დამავალდებულებელი სახელმწიფოებისთვის. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვთვლით, რომ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთზემოქმედების კუთხით. ეს იქნება ის საკითხები, რომლებზეც გეგმავთ დებატებს ამ კონფერენციაზე.